ეს არის ის ადგილები, სადაც ყიდულობ ბიტკოინს და ეთერიუმს. მეგობრებო, ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ გადავანაწილებ ჩვენ ორდერებს, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ორდერები დაყენებული იმ საფულეში, საიდანაც ჩვენი მიზანი არის რომ $5,000-დან გავაკეთოთ $100,000. რა თქმა უნდა, შეიცვალა price action-ი, რამოდენიმე ორდერები შეივსო, რამოდენიმე გაყიდვის და ყიდვის ორდერი და ეხლა არის ჩვენი მიზანი რომ რაც გავყიდეთ და დავაფიქსირეთ მოგება იმით ისევ ახლიდან ვიყიდოთ ბიტკოინი და ეთერიუმი და იქ სადაც გვეყენა დეფენსიური ორდერები და არ შეგვისო ისინი ამოვუწიოთ მაღლა, იმიტომ რომ price action-ი შეიცვალა ბაზარი, ამიტომ საჭირო არის რომ ჩვენს გავხდეთ ფლექსიბელურები და ესე ვთქვათ ბაზარს მივყვეთ და გავაკეთოთ ის, რასაც ბაზარი გვეუბნება რომ გააკეთებს. მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე, განვიხილოთ ყველაფერი. პირველ რიგში სანამ გადავალ იმ საიტზე, სადაც ჩვენ ვყიდულობთ ბიტკოინს და ეთერიუმს, განვიხილოთ ბიტკოინის და ეთერიუმის ჩარტები ევროზე. ევროზე ვხედავთ რომ ჩვენ აქ გვქონდა 4 ორდერი დაყენებული. სამწუხაროდ არ შეგვივსო, ეს პირველივეზე გვქონდა ფრონტრუნი, შეიძლება აქ დამეყენებინა აგრესიულად, მაგრამ ეს არ დამეყენებია, მქონდა მაინც დეფენსიური ენტრი. რაც სამწუხაროდ არ შეგვივსო, მაგრამ it's part of the game. ეხლა ჩვენი მიზანი არის რომ ეს ორდერები წავშალოთ, იმიტომ რომ ეს ორდერები ჩემთვის აღარ არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ მე აღარ ვისურვებდი რომ აქ ჩამოვსულიყავით. თავს დავიუძღვებდი და ამას მაინც დავტოვებდი, იმიტომ რომ შეიძლება ეს ლეველი მაინც გაიტესტოს. კი, ეხლა გქონია რომ რაღაცომ უნდა გაიტესტოს და აღარც იქნება კარგი რომ ეს ლეველი გაიტესტოს, მაგრამ კრიპტოში ბევრი რამე ხდება ხოლმე, შეიძლება უცბად რიტესტი გააკეთოს აქ, შემდეგ გაივიკოს ქვემოთ და წავიდეს ქვემოთ. ანუ ყველაფერი არის შესაძლებელი. ამიტომ რას გავაკეთებთ? თავს მაინც დავუძღვებთ, აქ მაინც იქნება ორდერი, ამ ორდერს არ გავაუქმებ, მაგრამ ამ ქვემოთ სამ ორდერს რა თქმა უნდა გავაუქმებ და ავწევ ჩემ ენტრიებს მაღლა და ჩემი ენტრიები იქნება ერთი აქ და ერთიც აქ. ესენი გავამწვანოთ ისევ. გავამწვანოთ ეს, ანუ ჩვენ ნახეთ, გაყიდვის ორდერი შეგვივსო. აქ დავაწეროთ მაინც sell, რომ შემდეგ არ შეგვიშალოს ხოლმე. sell, იმიტომ რომ ეს იყო გაყიდვის ორდერი, სადაც ჩვენ დავაფიქსირეთ მოგება. აქ ჩვენ დავაფიქსირეთ მოგება, განახებთ შემდეგ ამ ყველაფერს. კი ბატონო, ეს იყო sell-ი, რაც შეგვივსო. ოკეი. და ახლა შემდეგი ორდერები, ესენი იქნება ჩვენი buy ორდერები, რასაც ესე ვთქვათ გადმოვიტანთ ჩვენ ჩარტებზე, ამას მაღლა ავწევ, აქედან იქნება 6%-იანი ვარ და აქ 10%-იანი და აქ 20%-იანი. ეს და ეს არც მინდა რომ შეივსოს, ანუ მე მსურს რომ ფასი აქამდე არც ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ანუ მე მინდა რომ ეს გააკეთოს ბაზარმა, ან ბაზარმა ეს უნდა გააკეთოს. შენ ამ ყველაფერს ვერ განსაზღვრავ, არ იცი ბაზარი აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც უნდა და შენ ვერაფერს ვერ გახდები, ბაზარი გააკეთებს იმას, რასაც უნდა. ჩვენ უბრალოდ უნდა მივყვეთ იმას თუ რას აკეთებს ბაზარი. ამიტომ შესაძლებელია თუ არა ფასები აქ ჩამოვიდეს, ტექნიკურად არის შესაძლებელი, მაგრამ მე ვისურვებდი რომ არ ჩამოსულიყოს, მაგრამ იმას დავუძღვებ თავს და აქ დავაყენებ ორდერებს. ანუ აქ ეს ორი იქნება აგრესიული, რაც ჩემი აზრით დიდი შანსი აქვს რომ შეივსოს და ესენი იქნება უკვე დეფენსიური და შეიძლება ესენიც შეივსოს. სანამ გადავალთ და დავაყენებდით ორდერებს, მეგობრებო, გადავიდეთ ეთერიუმზე შეივსო ორდერები, ანუ აქ ყიდვის ორდერი შეივსო, დავწეროთ აქ buy, რომელიც შეივსო ჩვეულებრივად და ეს იყო sell ორდერი და გავყიდეთ ჩვენი ეთერიუმი. sell, სხვადასხვა ორი sell ორდერი შეივსო, ორი ორდერი გქონდა აქ.
ერთი აქ რო ვიყიდეთ და აქედან ნაყიდი, ანუ აქედან შევსებული რო გავყიდეთ და შემდეგ იყო პირდაპირაც რო გქონდა ნაყიდი. თავიდან რო დავიწყეთ და 1000 ევროიანი შესყიდვები გავაკეთეთ Bitcoin-ს და Ethereum-ის, მაგათაც გქონდა ამ დიაპაზონში დაყენებული. სელი ცოტა მაღლა უფრო, აი აქ სადღაც $2020-მდე, ევრომდე და ეგენით შევსო. ანუ ორი sell order-ი შეგვესო, ან დავაფიქსირეთ მოგება. და უცლებელი არის, რომ ეს მოგებები ისევ გადავანაწილოთ და ესე ვთქვათ, დავდოთ ახალი ორდერები. სხვათა შორის, აქაც დავდებდი ორდერს, მაგრამ ეს უკვე წასულია, რატო დავდებდი აქ ორდერს? იმიტომ რომ ხედავ აქ ამ liquidity-ს, რაც ხშირ შემთხვევაში იდეალურად იტესტება ხოლმე და გაჩვენებთ რომ გაიტესტა, მაგრამ დაგვიანებული ვართ ამისთვის, ამიტომ ამას აღარ დავაყენებ. ამ buy orders, მოკლედ, ახლა რა იქნება ჩვენი გეგმა? ამ buy orders რა თქმა უნდა წავშლი ამ ქვემოთას, იმიტომ რომ ამის შევსების შანსი არის უკვე პატარა და იმედი მაქვს რომ არც შევსება. ჩემი აზრით შესაძლებელია შევსოს ეს ლეველი და კიდე დავაყენებდი აქ პატარა orders. არ მინდა ფასი აქ რო ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ტექნიკურად ეს არ იქნება კარგი, მე მინდა რომ რაც შეიძლება აგრესიულად გაიტესოს და შემდეგ წავიდეს ფასი ისევ მაღლა, იმიტომ რომ დავიწყეთ ძალიან კარგი აღმავალი ტრენდი და ვისურვებდი რომ ეს აღმავალი ტრენდი გაგრძელდეს იმისთვის რომ ფასმა და ბაზარმა გვაჩვენოს ჩვენ სიძლიერე. ამიტომ დავაყენებდი აგრესიულ entries შესყიდვისთვის იმ მოგებებიდან რაც დავაფიქსირეთ და თავსაც დავზღუდე და დავაყენებდი აქაც სხვა orders, მაგრამ იმისთვის რომ ეს უფრო პატარა თანხა იქნება იმისთვის რომ თუ მოხდა მაინც და წარმოვიდა უცბად ქვემოთ რამე ნიუსების გამო ამისთვისაც ვიყოთ მომზადებულები. მოდით ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩვენ ბროკერზე, სადაც ვყიდულობთ Bitcoin-ს და Ethereum-ს, გადავიდეთ ჩვენ საფულეში. აქ მაღლა ვხედავთ ჩვენ საფულეს და სულ მთლიანობაში ჩვენ გვაქვს 739 евро მოგება. აქედან სალდო გვაქვს $591, ანუ ეს არის ორდერები, რომლებიც დაყენებული გვაქვს და ეს არის ორდერები, ეს არის თავისუფალი თანხა. რა თქმა უნდა, აქ რაღაც ორდერებს გავაუქმებთ და იმ ორდერებს გადაავწევთ უფრო და უფრო მაღლა. მაგრამ მოდი ახლა მინდა რაღაცა გითხრათ. ანუ გაყიდვები და რაც ჩვენ მოგებები დავაფიქსირეთ, ეს 591 ევროზე ნაკლები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანუ მგონი რომ არ ვიცი რა მოხდა, ეხლა დავინახე რომ გვაქვს უფრო მეტი ევროები, როგორ და რა არ ვიცი რა მოხდა, იმიტომ რომ რო გადავიდეთ მაგალითად ვნახოთ ახლა აქტივებში, რა ტრანზაქციებიც გავაკეთეთ, ანუ აქ არის ყველაფერი, სად რა მოხდა, აქ ხედავთ რომ იმეებსაც ვიღებ, სტაკინგებს, მაგრამ აქ ორდერებს ხედავთ რომ მარტო სამი გაყიდვის ორდერი შეგვესო, ეს არის Bitcoin-ის და Ethereum-ის, Ethereum-ის ორჯერ, Bitcoin-ის ერთხელ. სხვა ვერანაირ გაყიდვის ორდერს ვერ ვხედავ და ანუ არ ვიცი რატომ არის ამხელა თანხა. ეგრე თავისუფალი, იმიტომ რომ ეს უნდა გქონდა 220 პლუს 60 ვთქვათ, $280 უნდა გქონდეს თავისუფალი თანხა და ჩვენ გვაქვს 260 ვთქვი, ხო, წეღან? ჩვენ გვაქვს 580. ანუ მოიცადეთ, ახლიდან დავიანგაშოთ, 280 გვაქვს აქ და აქ გვაქვს 580, ანუ 300 ევროთი მეტი. ალბათ სადმე ორდერი არ შეივსო გაუქმთან, ან არ ვიცი, ან შეიძლება ჩვენ დავუშვით შეცდომა, მაგრამ არ ვიცი რატომ არის ესე. ორდერებში მე პირადად ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ არა უშავს ამ თანხასაც რა თქმა უნდა გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავაყენოთ ორდერები. ეხლა რა ხდება მეგობრებო? მოდი რო არ შეგვეშალოს ორდერები, იმიტომ რომ აქ ვერ ვხედავ მე ახლა რამდენი ევროს ნაყიდი მაქვს, ესე ვთქვათ, ესეთის გადავიტანო. ეს დავაპატარავოთ. მოკლედ, აქ მე ვერ ვხედავ ახლა, ანუ ვიცით რომ $1101 ევროზე მინდოდა Ethereum-ის ყიდვა, რომელიც იყო უფრო ქვემოთა ორდერი აქ, მაგრამ ანუ აქ ვერ ვხედავ თუ რამდენი თანხის.
ანუ დეტალებსაც რო ვუყურებ, აქ თანხას ვერ ვხედავ, რომ მე მინდოდა 20 ან 30 დოლარის ყიდვა, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ it is what it is და როგორ შევცვლით ამას. უბრალოდ აქ შევცვლით ჩვენ order price და ზუსტად ერთი და იგივე, ესე ვთქვათ, ერთი და იგივე თანხით ვიყიდით, რაც აქამდე გქონდა განსაზღვრული. ამიტომ ვნახოთ აბა 1500. მაინტერესებს რაოდენობა თუ შეიცვლება ეთერიუმის 0.899 არის. ეს ერთი და იგივე დარჩა, ანუ მოგვიწევს ამის წაშლა. ამის წაშლა მოგვიწევს. ნუ აქ გვაქვს ხოლმე 591, ეგრე გამოიანგაშოს 591 და ვნახოთ აბა რამდენი დაემატება. 691, ანუ 100 დოლარის ეთერიუმი უნდა ვიყიდოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ის იყო ის ორდერი, რომელიც გავაუქმეთ და პლუს 220 ევროს კიდე დამატებით ეთერიუმი, იმიტომ რომ აქ დავაფიქსირეთ მოგებები, ანუ 100 დავუმატოთ 220, ეგ გამოდის რომ 320 ევროს ეთერიუმი უნდა ვიყიდოთ. ნუ რაც შეეხება ბიტკოინს, ბიტკოინისთვის გვაქვს აქ გაყიდული, რაც გავყიდეთ და დავაფიქსირეთ მოგება 57 დოლარი, დავამრგვალოთ ეს ევრო, უკაცრავად დავამრგვალოთ ეს 60 ევრომდე და მოდი აქ ახლა ვნახოთ. ანუ გვაქვს 680 და წავშალოთ ის ბიტკოინის ორდერები. ყიდვის ორდერები, რომლებიც გქონდა, ვნახოთ ბიტკოინებს რები გქონდა გადაწყვეტილი. ანუ ბიტკოინზე 64,370 ვტოვებთ. 64,370 ვტოვებთ და დანარჩენს ვშლით. ამას ვშლით. ამას ვშლით და ამას ვშლით. კი ბატონო, და ვნახოთ ახლა აქ რამდენი გვაქვს? აქ გვაქვს 1026. ამ 1026 გამოვაკლოთ 680 გამოდის რომ ჩვენ გვაქვს 320 ვთქვათ. ანუ 350 გამოდის აქ 350 პლუს ის 60 დოლარი გამოდის რომ 410 ევროს ორდერები შეგვიძლია დავდოთ ბიტკოინზე და 320-ის ეთერიუმზე. ხო სწორად გამოდის? 730 კი. ეგრე ვქნათ, ანუ 320 დოლარის ვდებთ ეთერიუმზე. ცადე სწორად გამოდის 680 ქონდა წეღანა, კი ბატონო. 350 ვთქვათ, დავუმატოთ ის 60. ოკეი. This what it is. კი ბატონო. 320 ესე იგი ეთერიუმზე და 410 ევრო ბიტკოინზე. თან ანუ ერთი ბიტკოინ ორდერიც გვაქვს ყიდვის ორდერი. ანუ ახლა მხოლოდ ბიტკოინის ყიდვის ორდერი გვაქვს და დანარჩენი არაფერს ეთერიუმის ყიდვის ორდერიც კი არ გვაქვს. ამიტომ ამ ყველაფერში ჩვენ ცვლილებებს შევიტანთ. გვინდა ყიდვა, მარკეტი არ გვინდა, გვინდა ლიმიტის, ეს არის ეთერიუმის. და ვნახოთ ეთერიუმზე რომელი ორდერები გქონდა. ანუ ჩვენ გვინდა ამას აქ რა თქმა უნდა აღარ ვიყიდით, ანუ ჩვენ გვაქვს ეს და ეს დიაპაზონი რომ ვიყიდოთ ეთერიუმი. ჩვენ გვაქვს სუმთლიანობაში 320 დოლარი და როგორ დავყოფ მე პირადად ამას 250-ად ვიყიდი აქ და დარჩება 70-ად ვიყიდი აქ. ხო სწორად გამოდის კი ბატონო. 1965 დავამრგვალოთ, კი 1965 იყოს. 1965 ევროზე გვინდა რომ ვიყიდოთ 250 ევროსი. ეს არის ლიმიტ ორდერი. 1966 გამოდის ამდენი ეთერიუმი და ქვემოთ კიდევ ხედავდით ჩვენ საფასურს. რამდენი კომისია უნდა გადაგვიხადოს. შემდეგ გვინდა კიდე ეთერიუმის ყიდვა კიდევ ერთხელ.
გვინდა ლიმიტი ტყიდვა და შემდეგ იქნება 1655 ვთქვათ. 900 ამაზე მინდა ვიყიდო 70. 1670 ვკაცრავთ. თორემ აი ეს დროპ-ოფი არის შემთხვევით საინტერესო. 1670. 1670. Let's go. 1670-ზე გვაქვს ლიმიტი, გვინდა ვიყიდოთ. ანუ 250 ვიყიდოთ, დაგვრჩა 70 ევროს HWM. კი ბატონო. დავადასტუროთ. და მოდი ახლა გადავამოწმოთ, გაკეთდა თუ არა ჩვენი ორდერები. 1600 არა მარტო ერთი ორდერი დაფიქსირდა, იმიტომ რომ წინა ორდერი არ დავადასტურეთ. კი ბატონო, ახლა გავაკეთოთ ეთერიუმი ლიმიტი და ეს იყო 1965. 1965 და იყო 250 ევროს ლიმიტი, ყიდვა 1965 250 ევრო. დავადასტუროთ. კი წინაზე არ დაგვიდასტურებია და იმიტომ არ ჩაინიშნა. 1670 1965. კი ბატონო, იდეალურია. რო შეავსებს ამ ტრეიდებს, რა თქმა უნდა, გაყიდვის ორდერებსაც დავდებთ, რომ ეს ორდერები, ესე ვთქვათ, ამ ორდერებზეც დავაფიქსიროთ, რა თქმა უნდა, მოგებები. ეთერიუმზე უკვე დავწერეთ, ანუ ჩავსვით ჩვენი ორდერები, ახლა გადავიდეთ ბიტკოინზე. ბიტკოინზე, რა თქმა უნდა, ის ორდერები ამოვშალეთ, რომლებიც უნდა ამოგვეშალა და ახლა უნდა დავდოთ ერთი ყიდვის ორდერი, ორი ყიდვის ორდერი, სამი ყიდვის ორდერი. ხომ ეგრე არის? აქ ერთი გავაკეთე. კი ბატონო. ხოლმე 64-370-ზე გვიდევს. 60 აქ კიდევ გვიდევს ორდერი. ანუ 1 2 3 ორდერი. ნახოთ აქედან აქამდე რამდენი დაშრება 5%. 5% აღარ მგონია ჩამოვი. გამეთ შეუძლებთ მეგობრებო და გავაგზავნოთ იქ სადაც ვიყავით. ვამბობთ იმას, რომ ანუ ბიტკოინი გამოიყურება ძალიან პოზიტიურად. შეიძლება უკვე მალე all time high ვნახოთ. ეს ვიდეო რო დაიდება, შეიძლება მაგ დროისთვის უკვე all time high გაკეთებული ქონდეს, ну ყოველ შემთხვევაში აუცილებლად გატესტავს ამ ცადე ვნახოთ დოლარებზე როგორ გამოიყურება. სულ რაღაც 5%-იც კი არა, დარჩა ბიტკოინს, ну ჩემი აზრით უკვე მაგ დროისთვის შესაძლებელია all time high გქონდეს გაკეთებული, but ნახოთ ახლა რა ხდება. მოკლედ ჩვენი ორდერები იქნება ის როგორც ჩახაზული მაქვს, ერთი იქნება აქ, მეორე აქ, მესამე აქ და ის მეოთხე რომელიც დავტოვეთ აქ. მოკლედ ჩვენ გვაქვს ბიტკოინისთვის განკუთვნილი 400 ევრო. და მოდი გავაკეთოთ 400 ევროს ინვესტიციები, როგორ იქნება ეს ინვესტიციები გაკეთებული? აქ იქნება 200 ევრო, 200 100 200 100 და 100. 200 100 და 100. კი ბატონო. პირველი ჩვენი ორდერი არის 88 200-მდე დავამრგვალოთ. 88 200 ბიტკოინი გვინდა ყიდვა, გვინდა ლიმიტი და ლიმიტი იყო 88 200 და გვინდა 200 ევროსი. ვიყიდოთ და დავადასტუროთ. კი ბატონო, კიდევ გვინდა შემდეგი. ეს იქნება 83 960, ესეც დავამრგვალოთ და 84 ნახტება, 84 3. კი ბატონო, 84,000 იყოს. 84 3 და აქ გვინდა 100
ლიმიტი. ოკეი. ეთერიუმის და ბიტკოინის ორდერები ჩაიდო. Everything is good და კიდევ დაგვრჩა ერთი ბიტკოინის. კაც გვინდა ლიმიტი, ყიდვა გვინდა აქაც და არის 73, 75, 250 დავმოყოლოთ ამას. 250, 75, 250. 75, 250 და ამას ყიდულობთ 100 ევროსი. კი ბატონო, მოკლედ ჩვენი ორდერები დადებულია. გვაქვს ბიტკოინის ორდერები, გვაქვს ეთერიუმის ორდერები, ყიდვის ორდერები ჩავხაზეთ. გაყიდვის ორდერებს დავუმატებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენი ორდერები შევისება. და ახლა კიდევ ნახოთ, რამდენი თანხა გვაქვს დარჩენილი. ჩვენ გვაქვს კიდე 300 ევრომდე დარჩენილი. და რაში გამოვიყენებთ ამ 300 ევროს? ამ 300 ევროს დავუყობთ ბიტკოინზე და ეთერიუმზე. ნახოთ ახლა რამდენი რა გვაქვს. 1827 ევროს ეთერიუმი გვაქვს, 1353 ევროს ბიტკოინი გვაქვს. ჩვენი საფულის 57% არის ეთერიუმი, 42 გამოდის ბიტკოინი. როცა თავიდან დავიწყეთ 50-50, მაგრამ ეთერიუმმა გააკეთა დიდი ზრდები, მოგებების დავაფიქსირეთ უფრო მეტი, ასე რომ თან buy order-ებიც მეტი შეგვეცო ეთერიუმზე, ვიდრე ბიტკოინზე და ამიტომ გახდა ეთერიუმი უფრო მეტი პროცენტებში ვიდრე ბიტკოინი. რაც ჯერჯერობით ჩვენთვის პრობლემას არ ქმნის, იმიტომ რომ ჩვენი საფული ჯერ არ არის ძალიან დიდი, როცა ეს გახდება დიდი და შევხედავთ, რომ კონკრეტული ასეტი ძალიან დიდ პროცენტს იკავებს საფულისას, მაგ შემთხვევაში უკვე გადავანაწილებს სხვადასხვა ასეტებზე, როგორც არის მაგალითად ვერცხლი, აქციები და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენთვის პრობლემებს არ წარმოადგენს, რადგან არ არის დიდი საფული. დავიწყეთ რა თქმა უნდა 5000 ევროთი, უკვე გვაქვს თუ დავამატებთ ვერცხლსაც უკაცრავად. თითქმის 6 ვართ უკვე, 6000, ანუ მოგებაში ვართ უკვე, ეგ არის თავარი, გვაქვს წვანი თვეები. თან თლიანი ჩვენი ფული არ არის მოძრაობაში, ანუ არ გვაქვს თლიანი თანხა გაკეთებული ინვესტიცია, თლიანი თანხის ინვესტიცია, ასე რომ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, მომწონს, ორდერები ივსება, ეგ არის თავარი და ეგ არის ყველა ეს ასე უნდა რომ გეგმა არის დაწერილი, ორდერები არის შეყვანილი და უკვე მე არაფერს არ ვაკეთებ. ანუ მე არ ვზივარ და კიდე დაველოდები დაიწევს, კიდე დავარდება და ვიყიდი, არა, ორდერები დევს და მორჩა შევისება და შემდეგ ახალ გეგმას აკეთებ. მოკლედ ვიყიდოთ ახლა კიდე 150 ეთერიუმი და 150 ბიტკოინი. სად ვიყიდი ამათ? ახლა მარკეტს რა თქმა უნდა არ ვიყიდი, გიჟი უნდა ვიყო რომ მარკეტით ვიყიდო. კი ბატონო, აი ეს ლეველი ძალიან მომწონს. აი ეს ლეველი ველი like 1965 მაქვს აქაც გაკეთებული. ნახოთ ორდერები. ორდერს 1965 კი ბატონო, დავამატებ ორ ორდერს. ეთერიუმზე იგივეს გავაკეთებ 1965-ს. ლიმიტი 1965 და გვინდა, ანუ 155 ევროებისები ვიყიდოთ, იმიტომ რომ ფული შევინახოთ, თანხა შევინახოთ საკომისოებისთვის. ანუ ეთერიუმი 1965 евро, 1965 евро, ყიდულობთ 155 ევროსას. დამატებით very good, I like. და შემდეგი ბიტკოინი. ანუ ახლა შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ აი რატო კიდე დეფენსივი რატო არ ყიდულობ, ახლა ნახე მაღლა მიდის. არა, მიყევი გეგმას და მორჩა. ანუ ახლა ყველას ხარია, რადგან მოგებებს აფიქსირებს ბიტკოინი და ძალიან დიდ პროცენტებს ბიტკოინი და ეთერიუმი და ყველას გონია რომ всё მორჩა, მივიდივართ მაღლა და აღარ გააკეთებს კორექციას, მაგრამ ვსდებით მეგობრებო, ის რაც მაღლა მიდის, ყოველთვის ჩამოდის ქვემოთ, იმიტომ რომ ბაზარი ეგრე მუშაობს, არ მიდის მარტო მაღლა, ან არ ჩამოდის მარტო ქვემოთ. ის ყოველთვის აკეთებს ალღებს, ანუ როცა ვიღაცა ყიდულობს და ფასი მიდის მაღლა,
მე პასი ისე ვარდება ქვემოთ, რატო ვარდება ქვემოთ? იმიტომ რომ ისინი აფიქსირებენ მოგებას, როგორც ახლა მაგალითად ჩვენ დავაფიქსირეთ მოგება რამოდენიმე ორდერზე. დავამატოთ Bitcoin-ი 88,200-ზე. Wallet limit-ი ყიდვა 88,200. ნუ ახლა უნდა დავილოდოთ უბრალოდ, რომ ჩვენი ორდერები შევისვოს და ჩვენი ორდერები რო შევისება, შემდეგ ჩვენ დავაყენებთ ჩვენი გაყიდვის ორდერებს, ანუ ის ორდერები რაც შეგვივსო, იმ ორდერებზე დავაყენებთ გაყიდვის ორდერებს, იმიტომ რომ ფასი როცა ეწევს, ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ გავყიდოთ და დავაფიქსიროთ. მოგებები და იმ დაფიქსირებული მოგებებით, როგორც ახლა ჩვენ იმ დაფიქსირებული მოგებებით ვიყიდეთ ახალ დავაყენეთ ახალი ორდერები და ვიყიდეთ ლიმიტ ორდერები ჯერ არ გვიყიდია. Bitcoin და Ethereum-ის ორდერები დავაყენეთ, ზუსტად იგივე გვინდა რომ გავაკეთოთ და გავიმეოროთ. კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ, ანუ ყველაფერი არის შეყვანილი ორდერები. ყიდვისის ეს გაყიდვების რაც აქამდე იყო და ჯერ არ შევსებულა და შეიძლება ბევრი მალე შევსოს, მაგრამ ის ორდერები რომლებიც დავდეთ ახლა ჩვენ, დაველოდებით რომ შევსოს და რო შევსება მე გავაკეთებთ sell ორდერებს. სულ ეს იყო მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.